მე ამ ხეთიალებმა გამზარდა ფაქტიურად. ჯერ ერთი რთულ სიტუაციაში ხშირად აღმოჩნდები და ფიქრობ უკვე გამოსავალზე და არის ხოლმე ხშირად გამოსავალი მოსაძებნი. მე ურთიერთობები ჩდება იქ შენს თანამგზავრებთანაც და კიდე იმ ხალხთან ვისაც ხვდები. ძალიან ბევრი ისეთი საინტერესო შეხვედრები მქონია ასეთი ადამიანებთან. შეგიძლიათ გაიხსენოთ რომელი ისტორია? კი როგორ არა, ერთხელ 9 მაისი იყოს მახსოვს, მაშინ სკოლაში ვმუშაობდი თბილისში. უბრალოდ 8 მაისი იყო და აი რამდენიმე მასწავლებელმა გადავწყვიტეთ რომ მოდი ეხლავე პირდაპირ გაკვეთილების მერე წავიდეთ ვილაჩქროთო კი ბატონო ყველა მოიწონა ეს და წავედით მართლა ხადას ხეობაში 40 კოშკის ხეობაც ქვია იმ ადგილს ძალიან ლამაზი ხეობა ხო და იქ სადაც უნდა დავბანაკებული ხავით იქამდე არის ძალიან გემრიელი მჟავე წყალი იქ ავჭერდით ჯერ გამოვიღეთ ცოტაოდენი რაღაცა პური ყველი სასმელი და ამ დროს ვიღაცამ ცხენით ჩამოიარა დაუძახეთ მოდი მოვიდა უთხოვეთ რომ დაგლოცეო და არა ძალიან ჩქარობოდა ერთი დაგლოცე კაცო მე უთხარი ნუ დალევ თუ გინდა მაგრამ და აიღო დაგლოცა და სად მიდიხართო გითხა უთხარი სადაც მივდიოდით ნუ წავიდა ის თავის გზაზე ავედით ჩვენ დავბანაკდით თბილა მოკლედ სახელოებიანებით ვართ სასულები მაგრამ აირია ამინდი უცბად რომ დაღამდა წამოვიდა ჯერ წვიმა მერე თოვლი მოკლედ ვიხინებით რა ისეთ ცუდ დღეში ვართ კარავში წყალი ჩამოდის ნუ მაშინდელი კარვებიც ეხლა მოკლედ არ ვიცი გადავიტანთ ღამეს ვერ გადავიტანთ სინამდვილეში ეგეთ სასიკვდილო საფრთხე არ იყო მაგრამ ძალიან მძიმედ ვიყავით ამ დროს ისმის ყვირილი არ შეშინდეთ აკავარმეო აი ის კაცი იქ ვინც ჩაიარა და ესე მივიწვიეთ სულთას ცხენით გამოვედით კარვებიდან თითო ნაბადი მოგვიგდო და მერე დაიწყო ჩამოლაგება ცხენიდან ქვაბით ხაშლა მაქონდა მოხარშული და ის ქონდა ამოტანილი პურები სასმელი შეშა ქონდა წამოღებული კიდე მშრალი შეშა ძალიან სწრაფად ცეცხლიან თუ დაუსხედით იქ მოკლედ ვის ახსოვდა სიცივე რა მაგარი ისტორია აი ზუსტად იმიტომ მინდოდა უნდა გეთქვათ რამე დიახ ვერ აიტანა იმ კაცმა სადღაც 5-6 კილომეტრი იყო მისი სახლიდან ჩვენამდე რომ იცოდა რომ იქ ვიღაცას უჭირს აი ეს ვერ აიტანა მოვიდა და აი ეს ხო არ არის ადვილი არა წამოხდე ღამე 2-3 საათზე ცუდამინჩი ხო და ესეთნაირად მოიქცა ზუსტად იმიტომ მინდოდა თქვენი გაცნობა და მოსმენა რომ ვიცოდი ისეთ ისტორიას მოყვებოდით არ ვიცი სიკეთის რწმენა რომ დაგიბრუნდება და ადამიანის რწმენა რომ დაგიბრუნდება და მადლობა მე მოჩვენე ახლა რაც მივიღე მოკლედ ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ამბის მოსმენა ასეთი ამბის მოსმენა